გამარჯობათ, მე ვარ ქეთი ვასაძე, ქეთევანი ოფიციალურად. დღეს გაცნობითი ტრენინგის, ასე ვთქვათ, წამყვანი ვიქნები მე, მაგრამ თქვენს გარეშე არ გამოვა ეს ტრენინგი საინტერესო, თქვენი ჩართულობის და აქტივობის გარეშე. მადლობა მინდა პირდაპირ წინასწარ გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მოლოდინი მაქვს, რომ ჩართულები იქნებით. ჩემს შესახებ რაც გითხრათ ქალბატონმა თამარმა 2010-11 წლებში დაახლოებით მოვედი აქ. დავიწყე თქვენსავით მსმენელი ვიყავი. პირველად აქ ჩავატარეთ ტრენინგი, როგორც ახსენა ქალბატონმა თამარმა და მადლიერი ვარ მე კავკასიური სახლის და ამ პროექტის, იმიტომ რომ მომცა შესაძლებლობა შემდგომში პროფესიულად განვითარებულიყავი. გარდა ამისა ვარ კონფლიქტის ანალიზსა და მართვის სპეციალისტი, სხვადასხვა უნივერსიტეტებში ვკითხულობ ლექციებს. დღეს უფრო არაფორმალურ გარემოში შევხვდებით ერთმანეთს, ტრენინგს ჩავატარებთ. თქვენთვის რამდენიმე საინტერესო კითხვა მაქვს მომზადებული და ამ კითხვებით ერთმანეთს უფრო უკეთესად გავიცნობთ ჩვენ, მეც და თქვენც ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება თქვენთვისაც. კი ბატონო, მე მიყვარს ხოლმე, რადგანაც არაფორმალური გარემოა, ცოტათი მხიარულად რო დავიწყოთ და პირველი რაც არის გაცნობა ერთმანეთის და შესაბამისად გავიცნობთ ერთმანეთს, ხო? გაცნობის ესეთი ფორმა მინდა შემოგთავაზოთ, ცოტათი ფლიპჩარტზე აქ არ ჩანს, თუ შეიძლება დაგირიგებთ ფურცლებს, თქვენი სახელები ჩამოწეროთ ვერტიკალურად და თითოეულ ასოზე რა თვისებად შეგესაბამებათ, ფიქრობთ რომ გახასიათებთ ან გინდათ რომ გახასიათებდეთ, გთხოვთ რომ ჩამოწეროთ და გაუზიაროთ შემდგომში ერთმანეთს. მე ვხუმრობ ხოლმე, თუ კი ქეთის ვამოკლებ, ჩამოვწერ ვერტიკალურად პირველ ასოზე, ქუზე რაღაცა ალბათ ამას სხვაგან არ გაიგეთ, ქოთქოთას წერ ხოლმე ზოგჯერ ქოთქოთებ ხოლმე, ხო? ეს ასოს რაც შეესაბამება, ჩემი თვისებიდან ვარ ერთგული, ენერგიული და შესაბამისად წერ, ამ ჩემს მახასიათებელს თზე თბილი, იზე იმედიანი. დაგირიგებთ ახლა თქვენ ფურცლებს, გთხოვთ რომ ჩამოწეროთ თქვენი სახელები ვერტიკალურად და ჩამოწეროთ ის თვისებები, რომლებიც თქვენ გახასიათებთ. შემდგომში გადავიდეთ მერე ტრენინგის მეორე ნაწილზე, რომელიც უფრო სიღრმისეულ კითხვებს მოიცავს და შესაბამისად ერთმანეთს უფრო უკეთესად გავიცნობთ. გთხოვთ რომ დავარიგოთ ერთი წუთით, მეც დაგეხმარებით, რომ გადასცეთ ფურცლები და კალმები. თუ არ შეწუხდებით, მარიამ, იქით ხარეს თქვენ რომ დაურიგოთ. ნებეთ? ეს ფურცლები მერეც დაგჭირდება, ასე რომ ერთი თქვენ და ერთი. ასოს გარეშე რო დავწეროთ ის. ეგეც შეიძლება. აქ კი ბატონო, აქ კითხვა გაჩნდა, რომ შეიძლება რაღაცა თვისება მახასიათებდეს, მაგრამ ჩემი სახელის ასოში არ შედიოდეს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, თავისუფლები ხართ, თუმცა თუ კი იქნება ასოებთანაც დაკავშირებული, საინტერესოა. არ წერს თქვენი კალამი? შეიძლება ახალია და მაგიტო აბა ის ნახეთ. კი ბატონო. ხუთი წუთი გვეყოფა მე მგონი მაქსიმუმ, ხო? იმიტომ რომ მე უფრო ბევრი და საინტერესო კითხვებია. ჩამოწერეთ უკვე ხო? ჩამოწერეთ.
2 წერს. საბჭი წერთ. აბა მაინტერესებს ვინ რა თვისებებს ჩამოწერს. გამარჯობა, რა კარგია რომ შემოგვიერთდით, დაბრძანდით. რას ვაკეთებთ ჩვენ? თუ შეიძლება რომ თქვენი სახელი ჩამოწეროთ ვერტიკალურად, ესე და თითოეულ ასოს მიაწეროთ ის თვისება, რომელიც ფიქრობთ, რომ გახასიათებთ. მაგალითად, მე მქვია ქეთი. ქ-ზე დავწერე ვარ ცოტა ქოთქოთად ხო, ოღონდ სხვაგან არ გამყიდოთ მეთქი, ე-ზე ერთგული, თ-ზე თბილი, ისე იმედი არის. კი ბატონო, თუ მოხდა ისე რომ რაღაცა კი ბერეც დაგჭირდებათ და იმისთვის გამოგადგებათ უფრო მარტივად. თუ თქვათ არის რაღაცა თვისება, რაც იმ ასოს არ ემთხვევა, რომელიც თქვენს სახელში არის, მაშინ შეგიძლიათ რომ ის თვისება ჩამოწეროთ. კარგით, კალმები? ოკეი, ანუ ასეზე თუ არ დავამკვიდრე მაგალითად. კი, ისე შეგიძლიათ რომ ჩამოწეროთ, მაგრამ გახასიათებთ და თქვენთვის მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი, ხო? მე როგორც ხვდები, დავასრულეთ თითქმის ყველა, ვინც ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდა. ხომ არა გაქვთ რამე კითხვა? შემოგვიერთდა ისინი, მე ბოლოს თქვა წაიკითხავენ, დავიწყოთ თქვენგან. ჩემი სახელია მადინა. մ მადლიერი. ა ალერსიანი. დ დიდი დიადი. აჰა, კი ბატონო, საინტერესოა. ი იღბლიანი დავწერე, მაგრამ იღბლიანი ხასიათს არ აღნიშნავს და მიუწერე ინიციატივიანი. н ნამდვილი. ა არაამბიციური. მაგრამ ერთგან დიადი მიწერია და რამდენად თქვი სიმართლე აღარ მე. კი ბატონო, თავარია რომ თქვენ კომფორტულად ხართ იმასთან, რაც დაწერეთ. თავარი ეგ არის. კი ბატონო, მადლობა. მადინა, მე თან მიმახსოვრებ სახელებს. კი ბატონო. საღამოშიდობის მე ოფიციალურად გახლავართ რევაზი, მაგრამ ვარჩიე შემოკლებული ვარიანტი რეზი. ამის ასოებგერებზე გამლერთო თვისებები. რ რიგითი, ე ენერგიული, ზ ზარდამცემი, ი ინტროვერტი. ზარდამცემი გვეშინოდეს ახლა? არა, ჩემს გარშემო მყოფნები მაგას მეუნებიან ხოლმე. აჰა, კარგით, ნახავთ მე. მადლობა რეზი. მოგესალმებით, მიგახლავართ ლაშა სულაქველიძე. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არ მგონი ადამიანების ასოების მიხედვით რაღაცა მისთვისებებზე საუბარი ისეთი იყოს, მაგრამ ალბათ მე პირადად ჩემ თავზე საუბარი დიდად არ მიყვარს და ამიტომაც ვერ ჩამოვწერი ის თვისებები, რაც მე შეიძლება მახასიათებდეს. თუმცა ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რაც მე მაქვს, ალბათ მიზანდასახულობა, იმიტომ რომ მაქვს გარკვეული მიზანი, რომლის მიღწევაც მსურს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაღაცა მიზნამდე მივიდე. სხვა დანარჩენი ალბათ უფრო იმ ადამიანებმა უნდა განსაჯონ და ვისთანაც მე უფრო ურთიერთობა მექნება და იმათვის მე მაგალითად როგორი ადამიანი შეიძლება ვიყო, რის გამო შეიძლება ისინი მათ ჩემთან ურთიერთობა ქონდეთ, ან ასე შემდეგ. მადლობა. კი ბატონო, ერთ კითხვას დაგისვამ, სანამ გადახვალთ. მიზანდასახულს ადამიანს იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს, რა ჭირდება, რა უნარები, რა თვისებები? ამაზე არ გიფიქრიათ? დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მას უნდა შეეძლოს, ანუ არ დანებდეს, ასე ვთქვათ, მარტივად, ქონდეს, იყოს დისციპლინირებული, შეეძლოს საკუთარი თავის დისციპლინაში მოყვანა. და ალბათ ეს არის რაღაც იმ იდეისადმი ერთგულება, რომელსაც ის მიყვება ცხოვრების მანძილზე. კი ბატონო, მადლობა. ანუ ეს თვისებები გაქვთ თქვენ, ესე გამოდის, თუ მიზანდასახული ხართ და მიგაჩნიათ, რომ მიზანდასახულ ადამიანს სჭირდება დისციპლინა, ბრძოლის უნარიანობა, ერთგულება იდეების მიმართ გაქვთ. ანუ ვცდილობ რომ გქონდეს. ძალიან კარგი, მადლობა.
მოგესალმებით. მე ვარ ნანიკო, ოფიციალურ დოკუმენტებშიც ნანიკო მქვია. ნუზე მიწერია ნონკონფორმისტი. ცოტა გრძელი კი არის. ასე მართალი რომ გითხრათ, ცოტა ბევრი ვიფიქრე, მაგრამ გამახსენდა ხოლმე რომ ჩემი მეგობრები როგორც მეუნებიან, ვარ ადამიანური. ისე ვნუდა ნამდვილი, იზე იმედიანი, კუზე კომუნიკაბელური და ოზე აი ორიენტირებული ვარ ხოლმე ყოველთვის ჩემს საქმეებზე და კი ბატონო, დიდი მადლობა ნანიკო. გამარჯობა, მე ვარ მანო. მანანა მქვია დოკუმენტებში, მაგრამ აქ შემოკლებული ვარიანტი ვარჩი. მოზე დავწერე მზრუნველი, რაც ჩემი მეგობრები აღნიშნა მე ხოლმე რომ მზრუნველი ვარ და ამიტომაც დავწერე. აზი ალერსიანი, ნოზე ნამდვილი, ხოლო ოზე ოპტიმისტი. კი ბატონო, დიდი მადლობა. გამარჯობათ, მე ვარ შორენა. სრულად ვერ დავწერე სიმართლე გითხრათ. შუზე შრომის მოყვარე, ოპტიმისტი, ენერგიული. კი ბატონო, დიდი მადლობა შორენა. მოდით, ეხა აქ ითამხარეს ხო? მაშინ თქვენგან დავიწყოთ, ესე მოყვე და მე თქვენ შემოგვიერთდეთ. მოუყვებით თუ როგორ არის? აი, ჩემი სახელია ბილალ. ბოდიშით ვერ გავიგე, ბილა. ბილალ. ბილალ. კი. ბ-ზე დავწერე ბუზღუნა, ი-ზე დავწერე ინსტინქტური, լ-ზე დავწერე ლაღი. და აი ამდე ვერ ჩავედი. ვერ ჩავედი. ძალიან საინტერესოა ბილალ. რაიმე ხო არ გინდათ თვისება რომ დაამატოთ, რომელიც თქვენ სასოებთან არ არის თქვა თანხwebdriverში და ფიქრობთ რომ თქვენი მახასიათებელია, თქვენი პიროვნების მახასიათებელი. ავი, წინდა ხედული ალბათ. წინდა ხედული. მადლობა, საინტერესოა. მე ვარ ნიაკო, ნუზე ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, იზე იმედიანი, აზე არეული ზოგჯერ, კ-ზე კომუნიკაბელური, ო-ზე ონავარი და დავამატებდი ერთს შრომის მოყვარეს. მადლობა ნიაკო, საინტერესოა. გამარჯობათ, მე ვარ მარიამი, მარი დავწერა შემოკლებით, მუზე მხიარული, აზე ეს აპოლიტიკური დავწერე, მაგრამ არ მგონია შეესაბამებოდეს თვისებას, რ-ზე რომანტიული და ი-ზე იმედიანი. მადლობა მარი. გამარჯობა, მე ვარ ლუკა. ლასოზე ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა და ამიტომ ჩემი თავი ძალიან კვაყოფილი ვარ და უბრალოდ ლუკა დავწერე შეფასებაში. უზე კიდე გაგაცინებთ და სხვა არ გამოვიდა რა და უსაყვარლესი რამდენად ვარ ეს სხვა ამბავია. კუზე რეალობასთან ახლოს კეთილი როგორც შემიძლია გამოვიდა და აზე რაცლს დავაკელი ორი ერთად დავწერე და ერთი დავწერე ამბიციური და რაკეთ მაღლობის უნი მცემს და მეორე ხუმრობის გარეშე რო ვთქვათ მართლა ჩემი პროფესია მომავალიც ეს არის რომ დავიყო ექიმი შესაბამისად ამ გზაზე თუ ადამიანთ მოყვარე არ ახარ და თუ ხალხი არ გიყვარს უბრალოდ შეუძლებელია მიაღწიო რამეს შესაბამისად მარტივად დავწერე აზე ამბიციური ადამიანთ მოყვარე და აბა ვნახოთ როგორ გამოვა ამბიციური ადამიანთ მოყვარესთან უბრალოდ დღევანდელი კომუნიკაცია. მადლობა ლუკა, საინტერესოა. მოგესალმებით. ჩემი სახელია გიორგი. გ-ზე დავწერე გუნდური, ი-ზე დავწერე ინდივიდუალური, ო-ზე ობიექტური, რ-ზე რეალისტური, გ-ზე დავწერე გულწრფელი და ი-ზე იმედიანი. მადლობა გიორგი, საინტერესოა. გამარჯობა, მე ვარ ელენე, დავწერე ენერგიული, ლაქლაქა, ემოციური, ნამდვილი და ერთგული. მადლობა ელენე. მოგესალმებით, მე ვარ ქრისტინე, ქ-ზე ვერაფერი ვერ დავწერე. ქოთქოთა არ ხართ ეთყობა ჩემსავით ხო? რ-ზე რეალისტი, ი-ზე ინტროვერტი, ს-ზე სწავლის მოყვარე, ტ-ზე ტოლერანტი, ი-ზე იმედიანი, ნ-ზე ნეიტრალური და ე-ზე ენერგიული. დიდი მადლობა. მიხარია რომ პოზიტიური თვისებები და მახასიათებლები დაწერეთ. გამარჯობა, მეც ვარ ელენე და მე ვარ ენერგიული, მობიერი, ერთგული, ნერვიული და ენამახვილი. ესთვის. მადლობა ელენე. მოგესალმებით, მას შემდეგ რაც ლუკა გავიცანით, ენამახვილი ამოვაგდე და მე ეკა მქვია და დავიწყე მოტივების უნარით გამოვირჩევით.
ენთუზიასტი, კეთილგანწყობილი და ამანთებელი, მიყვარს სხვებისათვის мотиваციის მიცემა. მადლობა, ეკა, ხო? კი ბატონო, მადლობა. ბილალ. გიორგი. გულიანი, იმედიანი, ორგანიზებული, რისკიანი, გონიერი, იღბლიანი. მადლობა, გიორგი, საინტერესოა. თქვენ დაგვრჩით, მე მგონი, ხო? არა უშავს. სახელი რომ მითხრათ? სახელი მანსურ მამაცი ამბიციური ნამდვილი სასტიკი და რეალისტი. აი, მე სასტიკიო. რატო? ცოტა. დღეს არ ვიქნებით, ხო? დღეს არა. კარგი, დიდი მადლობა. მე მგონი სახალისო იყო და ისიც საინტერესო იყო, რომ ერთმანეთის თვისებების შესახებ უფრო მეტი გავიგეთ. ახლა გთხოვთ, რომ წყვილებში ვიყოთ, რადგანაც მე მივხვდი, რომ ზოგი უფრო ვიცნობთ ერთმანეთს და ზოგი არ ვიცნობთ, ორ-ორად დაგაწყვილებთ, გადავთვალეთ ჩემი მათემატიკა, მე მგონი მეყოფა, რომ 16-ნი ვარ და გავიყოთ. თქვენ ორნი ერთად იქნებით, თქვენ ორი, აი ესე ორ-ორი ერთად წყვილებში ვიქნებით. ეხლა რას ვაკეთებთ ჩვენ? მე მაქვს თქვენთვის წინასწარ მომზადებული კითხვები, ამ კითხვებზე პასუხს გასცემთ და როგორ ვაკეთებთ ერთმანეთის მეწყვილეებს წარვადგენთ ჩვენ. გასაგებია, ხო? პირველი კითხვა. ჩემი საყვარელი ცხოველი და რატომ მიყვარს ეს ცხოველი? თუ შეიძლება რომ 5 მახასიათებელი დაახლოებით, მაგალითად მე ძალიან მიყვარს ძაღლი. ძაღლი იმიტომ მიყვარს, რომ ერთგულია, ვთქვათ, ხო? მოსიყვარული არის. თქვენთვისაც რომელი ცხოველიც იქნება საყვარელი, თუ შეიძლება რომ ჩამოწეროთ ეს ცხოველი და შესაბამისად 5 მახასიათებელი რატომ მიყვარს ეს ცხოველი. ჩავიწეროთ ეს კითხვებიც თუ გინდათ აქიდანაც გადავწეროთ, მაგრამ მე მგონი ყველა ვერ ხედავს ამას, ხო? ფურცლებსაც დაგიმატებთ. თქვენი სახელი მამსუ, ხო სწორად გავიგე? მანსუ. კი ბატონო, მადლობა. დაგვემატა ხო ერთი? მე 16 დავთვალე, აქაც მათემატიკა მამირი. არა უშავს, მე ჩავერთვები თუ რაღაცა. არ არის პრობლემა. არა, ჩაიწერთ ერთმანეთისას. წარმოიდგინეთ, რომ ჟურნალისტი და რეპორტიორი, ჟურნალისტი და კი ბატონო, ანუ კითხვა იყო კიდევ აქ წყვილებში, როდესაც ვიქნებით, ერთმანეთისას ცვლით, ჟურნალისტი, რეპორტიორი ამ როლებში შევიდეთ. არ დარჩებით, მეც ვიქნები ჩართული. არ გაინტერესებთ ჩემი საყვარელი ცხოველი? კი ბატონო, ჩაგერთვებით, არ არის პრობლემა. კი ბატონო, კარგი. ჯერ ოღონდ კითხვები ჩავიწეროთ, ხო? ჩემი საყვარელი ცხოველი რატომ მიყვარს? შემდეგი კითხვა არის, ჩემი საყვარელი ფერი. აქაც რატომ მიყვარს ეს ფერი? 5 მახასიათებელი. შემდეგი კითხვა, 3 რამ, რაც მე მიმაჩნია, რომ კარგად გამომდის. ის კი არა, რომ სხვები ფიქრობენ, რა გამომდის კარგად. მე მიმაჩნია, რომ კარგად გამომდის. ლუკამ კი ჩამოწერა, რომ კომუნიკაცია მიმაჩნია, მაგრამ კიდევ ასე შემდეგ, ხო? ლუკა ხო სწორად მახსოვს სახელი. ლაშა ბოდიში. კითხვებს იწერთ? კი? მე ძალიან დიდი ხანია სკოლაში და უნივერსიტეტში ვასწავლე. კი ბატონო. ესე იგი 3 რამ, რაც მიმაჩნია, რომ კარგად გამომდის. შემდგომში ამას წერთ. თუ რაიმე კითხვები გვაქვს აქ ვარ? ლუკა, აქ ვარ. მარი? კი ბატონო. 3 რამ, რაც მინდა, რომ კარგად გამომდიოდეს. მე მაგალითად ძალიან მინდა კარგად გამომდიოდეს თხილამურებზე სრიალი. თქვენ რაც გინდათ, რომ კარგად გამოგდიოდით და არ გამოგდით? გამომდის, რომ გამომდიოდეს. ერთი არის 3 რამ, რასაც ვფიქრობ, რომ მე კარგად გამომდის და მეორე რაც მინდა, რომ გამომდიოდეს. დიახ. კი ბატონო. ხომ არა გაქვთ რამე კითხვა? მე ვცდილობ ხოლმე, რომ სახელები დავიმახსოვრო, თუ შემეშალა ბოდიში. სამრანი. ხო სწორად დავიმახსოვრე სახელი სამრანი. სამრანი, ხო? თუ იქნება ბოლოში სამრატ. სამრატ. სახელს ვიმახსოვრებ.
ბილანი მეორეს? მანსურ პირიქით უყურმანავის. კარგით. შემდეგი კითხვა. 3 ადამიანი, ვინც ჩემს პიროვნებაზე, ჩემს ცხოვრებაზე დადებითად გავლენა მოახდინა. ჯობია რომ დადებითი დავწეროთ. კი ბატონო. გადავიდეთ შემდეგ კითხვებზე? შემდეგ კითხვებზე გადავიდეთ? ჩავიწერეთ ეს კითხვები? კარგით. შემდეგი. ეხა შიშით უნდა გადავიტანოთ იქით რომ არ ჩამოგვივარდეს. ეს ჩვენი გაჩერებული მე კიდევ მეხსიერების იმედი ვწოდა და თუმე რამდენი რა თქმა უნდა. აბა ერთმანეთი უნდა გავიცნოთ და ისე როგორ გავიცნობთ? აქ ვარ მე თუ რამე შეგიძლიათ რომ მკითხოთ. არა მგონია რომ თქვენ გაგიჭირდეთ, მაგრამ კარგი, გადავიდეთ. კითხვები ამით არ დასრულებულა. ჯერ არ დასრულებულა. არა, კიდევ გვაქვს კითხვები და ამ კითხვებზე ერთმანეთთან. კი ბატონო. შემდეგი. მეგობრებო, ერთი წუთით კითხვებს ჯერ გიკარნახებთ და შემდგომში უკვე დავიწყებთ წყვილებში მუშაობას, ხო? 3 წიგნი, რომელმაც გავლენა მოახდინა ჩემზე და რატომ? ბევრი კითხვა არისო. ეკა, სწორად მახსოვს თქვენი სახელი, ხო? 3 წიგნი, რომელმაც გავლენა მოახდინა ჩემზე და რატომ? შემდეგი კითხვა. კი ბატონო, კარგით. თქვენ ჩაიწერთ მანო. ხო, სწორად მახსოვს სახელი. კი ბატონო, მე თან ვიმახსოვრებ. კი ბატონო. ასევე 3 ფილმი, რომელმაც ასევე ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა და რატომ ესეც? ხსნით. ბატონო? ჩავიწერეთ კითხვები? კი ბატონო, სად ხედავ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ? ესეთი კითხვაც მაქვს. 5 წლის შემდეგ სად ხედავ საკუთარ თავს? და კიდევ ერთს ვამატებ ხოლმე. ერთი სახალისო ისტორია, რომელიც გინდათ რომ გაგვიზიაროთ. ბევრი გვაქვს? თუ ცოტა გვაქვს, ისე გაგეღიმათ. კი ბატონო. ახლა მე დავინიშნავ დროს. რომელი არის? დაახლოებით 20 წუთით არ დაგჭირდება 15 წუთი ამ კითხვებზე პასუხი რო გავცეთ და შემდგომში ერთმანეთის წარდგენას მოახდენთ წყვილები. ხომ უნდა თქვენ მარტო ხართ თუ ვინმესთან ერთად? კარგით, გინდათ 3 ერთად რო იყოთ მაშინ? გირჩევნიათ ესე? თუ მე და თქვენ ვიყოთ? თქვენ მირამ რაც მიმაჩნია რომ კარგად გამომდის, მე ვთვლი რომ კარგად გამომდის და არა სხვები. სამირამ რაც მინდა რომ კარგად გამომდიოდეს. ესე თანმიმდევრობით ციგნის მერე არის ფილმი, 3 ფილმი. ციგნები რატომ მომეწონა ეგეთი და კი, რატომ? კი ბატონო. თქვენ უნდა გაუზიაროთ. ხილი ეგ არის. საფხედავ მაგრამ დაამატე რომ ზოგადად მეთხოვრო ეს ანახულიერებს. რაღაცა საინტერესოს ყვებით. ხო, ზრუხა. მართ. ზრუხა ის სადაც გაივლის, სადაც ძოლს თუნდაც. იქ ნაკებს ზრუხას. აღარ გაივლის. აღარ გაივლის კი არა, ის იმიტომ
კი არა, ვინძულებს იქაურობას ის რო ჩამოწვა მეორე წელს აუცილებლად მადლი. ისინი მეორე წელს ისე ბალახად ამოდის. ანუ ხო შეიძლება რაღაცა გქონდათ, აი ადამიანები დასაკეთებენ დიახ. მაგის სო აღარ ხელი რასაც ეხება ადამიანს. თქვენ ხა მე ძალიან საინტერესო რაღაცაზე დამაფიქრეთ ინდუსებისთვის ხო წმინდანია არც ვიცი ხა რატომაც არის და ალბათ არის რაღაცებთან დაკავშირებული ხა ჩვენს კულტურასთან კი განსხვავებულია და რელიგიასთან მაგრამ ძალიან საინტერესო მე ვიცი რომ ვირი სადაც გადის იგივე ადგილს არ გადის რო ჩაეფლობა და მაგაზეც ის არის კი ბატონო აბა რა ეტაპზე ვარ დავიწყოთ მაშინ მე ველოდები მოკლედ ამ კითხვებზე პასუხებს იმედია რომ რა მიზანიც გქონდა რომ უფრო მეტად გაგვეცნო ერთმანეთი კი გამოგვივიდა ხო? კარგით მოდით ესე გავაკეთოთ თქვენგან დავიწყებ და ესე მივყვები რადგან გასულები არიან გასულია ან ვისაც აქვს სურვილი თუ გნებავთ ის იქნება პირველი დაიწყებთ? კარგით პირველი ვინ დაიწყოს? სულ ერთია. კარგით. ჩემი მეწყვილე იყო რეზი. ძალიან დიდი მადლობა რეზის, არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო. კითხვა, ჩემი საყვარელი ცხოველი და რატომ? მითხრა მგელი, რადგან მგელს აქვს საუკეთესო თვისებები, ეს არის ოჯახისადმი ერთგულება, თავგანწირვა, დაუნებებლობა ანუ სანამ არ მოიხელთებს მსხვერპლს მანამდე მისდევს როგორიც არ უნდა დაღლილი იყოს თურმე ძველ იბერიული ტოტემა ანუ ვაჟკაცობის ბოდიშს გიხდით ლუკა მესმის რო ჩართულები ხართ ლუკა მაგრამ აქ იმისთვის ვარ რომ მარტო ერთმანეთი კი არ გავიცნოთ ჩვენც რო გავიცნოთ ხო თხოვნა მექნება რომ მოусმინთ ბოდიშით ძველ იბერიული ტოტემა და რეზისთვის ეს არის ვაჟკაცობის სიმბოლო არა მარტო რეზისთვის საერთოდ და საოცარი ხმა ჰქონია, თან ლამაზი იდუმალი და თან ზარდამცემი. კარგით. ეხლა, ჩემი საყვარელი ფერი და რატომ? რეზის საყვარელი ფერი არის ლურჯი, რადგან მუქი ფერები არის ვაჟკაცობის სიმბოლო. ამავე დროს აქვს უჩვეულო სინაზე, აქვს მაცოცხლებელი ეფექტი, რადგან წყლის ფერთან ასოცირდება, წყალთან ასოცირდება და ამიტომ. მესამე შეკითხვა, სამი რამ, რაც კარგად გამომდის. მე ვფიქრობ ასე. ლუკა ფიქრობს, რომ კარგად გამოსდის დრამზე დაკვრა, ქალებისადმი პატივისცემა, ამაში ვეთანხმები უკვე და ქართული ცეკვა. ნახოთ. თან ცეკვაც გამოსდის. სამი ადამიანი, ვინც გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს პიროვნებაზე. რეზისთვის ეს არის მამა, დედა და მერაბ კოსტავა. კარგით. შემდეგი კითხვა. სამი წიგნი, რომელმაც გავლენა მოახდინა რეზის პიროვნებაზე და რატომ? ესენია ვაჟას პოემები, სამი მუშკეტერი, ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი. სამი ფილმი, რომელმაც გავლენა მოახდინა რეზის პიროვნებაზე. ეს არის ბნელი რაინდი, შინდლერის სია, უკანასკნელი სამურაი. სამი რამ, რაც კარგად უნდა რომ გამოსდიოდეს რეზის, ეს არის ყოველივე ქართულის დაფასება საქმით. თორემ სიტყვით და გულისხმის ყოფით ისედაც აფასებს. ცხოვრების დაფასება უფრო მეტად და ძალიან უნდა რომ ხელოსნობა გამოსდიოდეს. მამაკაცის საქმეები, რაც ოჯახს სჭირდება. ოჯახ მე მომწონს ძალიან რეზი. სად ვხედავ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ? ძალიან უნდა რომ 5 წლის შემდეგ იყოს სამეცნიერო დაწესებულებაში. სახალისო ისტორია თვითონ. კი ბატონო, მე ჩაკითხვას გავაკეთებ, აქ როდესაც წიგნებზე საუბრობდი და ფილმებზე, კითხვა იყო რატომაც, ხო? რატომ მოახდინა თქვენი აზრით გავლენა, რა მოგეწონა და რატომ არჩიეთ მაინდა-მაინც ეს ავტორები ან ეს წიგნები? ასევე შეკითხვა მე მგონი პიროვნებებზეც იყო, ხო, სამ პიროვნებაზე რატომ? ნუ ხა
დედა და მამა მოდი ერთ ხელში რო ორი სული მოვათავსოთ, ორივეზე ერთად რო ვისაუბრო, ელემენტარული. მათ მე მშვენს ამ ქვეყნად, ხო? მათი წყალობით რავი, სუნთქავ, მათი წყალობით დავდივარ, მათი წყალობით უნდაც ის რომ მე აწყოში ვიმყოფები ახლა და კიდე რო გადავიჭრათ უფრო ეს ზოგადი ცნება, რასაც ვქია რომ მათ მშვენს და გამაჩინეს აშენ, მაგრამ კონკრეტიზაციაში თუ გაინტერესებთ, ეხლა მამა მაგალითად ბავშვობიდანვე უშიშრობითა და ვაშკაცობის სულით მზრდიდა და რავი ზღაპრებს ხზავდა ჩემზე როგორც მხსნელი, როგორც დაპირისპირებული ნებისმიერ ბოროტულ ძალასთან, თუნდაც ოჯახის წევრის გასათავისუფლებლად წასული დედისგან ვფიქრობ გენეტიკურად და რა ქვია გამომყვა ის შრომის მოყვარეობა. რაც მე ენერგია მაქვს, ეს დაახლოებით ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში აღმოვაჩინე, ჩემ და გაუცნობიერებლად, არ ვიცი, არსაიდან ყოფილა ეს ჩემში. უფრო აქამდეც ეხლა ამჩნევდნენ სხვები და მეც მქონდა ეს აღმოჩენა, მაგრამ ეხლა უფრო განსაკუთრებით, რაც შევედი ასაკში და უფრო მეტი ენერგია მომეცა. რაც შეეხება მერაბ კოსტავას, ეხლა მერაბ კოსტავა რავი ალბათ საქართველოს უკანასკნელ ისტორიაში ყველა ჩვენგანი შთაგონება, მაგრამ ჩემთვის იმაში რომ მან 15-16 წლის ასაკში გადადო თავი საქართველოსთვის. მართლა ისეთ სერიოზულად მძიმე პერიოდში. ყოველივე ქართულისთვის, ყოველივე ადამიანურისთვის, რასაც ახლა ქრისტიანულ მართლმადიდებლობას მოითხოვს, ხო, სიყვარულეს, ადამიანისადმი პატივს, კაცთმოყვარეობა, ხო, ეს ამ ყველაფრისთვის გადადო მერაბ კოსტავამ თავი 15-16 წლის ასაკში და რა არის, რომ ის 15-16 წლის ასაკში უკვე იცნობდა საქართველოს, არათუ იცოდა, ეხლა ცოდნასა და შეცნობას შორის განსხვავება და მერაბ კოსტ შეიძლება იცოდა ეხლა საქართველოს ისტორია, მაგრამ არ შეესი გასის ხორცებული არ ქონდეს მერაბ კოსტავას ეს ქონდა უკვე 15-16 წლის ასაკში და რაც მან გაიარა ეს გისოსებს მიღმა მაინც რო ვერ გატყდა და მისი ინერციით მოვდივართ, ხო, დღემდე მაინც მისი კაცმოყვარეობით, მისი სულით და გულით მოვდივართ, ხო, მისი რა მაგალითიც მოგცა მან ქართველობის, ხო? ესაა მისი გავლენა. მადლობა, რომ ესე გულიანად საუბრობთ, ისტორია რო გაგვიზიარო და მადინაც გველოდება. კი, სახელმწიფო ისტორიებს რატომღაც ან ვერ ვიხსენებ, ან უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე თუ გადამხდა, მაგრამ ერთი მაინც სახალისო და საინტერესო ის არის ჩემთვის და დასამახსოვრებელი. სახალისოთან ბედნიერების ძალიან სერიოზულად დამუხტავი და ბედნიერების მომტანი, რას ვქვია, კახეთის ტურზე ადგილობრივი კახელები ისე გემრიელად გაგვიმასპინძდნენ. არ მეც კახელი ვარ, მამის მხრიდან ვამაყობ ამით. ეს განსაკუთრებით დიდი ხალისის და სიამაყის მომტანი იყო. ჩემთვის მათთან ერთად ცეკვა, მათთან ერთად რას თუ მართლმოყვარეობაც მათ გამოიჩინეს, მაშინ და რავი, რაც შობლები დამილოცეს, ეს იყო მართლა სახალისო და მრავლის მომტანი მომენტი. მადლობა, დიდი მადლობა. ხამა უსმინო, თქვენ კიდე არ დაგისრულებია? დასრულეთ? ჩემი თანამეწყვლე გახლავთ ქალბატონი მადინა. ოსი, მაგრამ გული და შეგნებით და სტატუსით, ალბათ მრავალ ქართველზე უფრო ქართველი. რა იყო მისთვის ახლა დამახასიათებელი კითხვები რაც იყო ამით გამომჟღავდა ქალბატონი მადინას თვისები მისი პიროვნება. პირველი კითხვა, ჩემი საყვარელი ცხოველი რატომ? ქალბატონი მადინას საყვარელი ცხოველი ძროხა რა მიზეზით? პირველი ის არის ვეგეტარიანული, ანუ ხორცის ჭამელობასთან არ ასოცირდება და ანუ ზიანის მომტანი არ არის. ახლა აქედან გამომდინარე არის ნაზი გრძნობიარე დავითანხმები ეს მესამე უხვი ბუნებრივია ხა ეს რაზეც გამოხდა ქალბატონო მადინამ ეს დედის თვისება რაც არო სიყვარულს ხორცს ასხამს რძის სახით და აძლევს შვილს ეს სიუხვე მეოთხე სასარგებლო ყველა მხრივ მე გამახსენდა აქ პირველ რიგში ის რომ თან რძეს რო იძლევს ამავდროულად მისგან ხორცს ვღებულობ და მეორე კიდე როგორც მისი შარდი და ეს ყოველივე ასევე სასარგებლოა ნაკელიც კი სასარგებლოა და მეხუთე ეს
საინტერესო თვისება მეც ახლა ქალბატონ მადინებს გასად ბევრ ცხოველის საინტერესო თვისებას დავკვირვებდი, რომ მეც ცხოველთა სამყაროდ გაწეული ვარ, მაგრამ აი ძროხაში ეს არასდროს აღმომიჩენია მადლიანობა, როცა ის ერთ ადგილს, სადაც ის მიირთმევს, ხო, სადაც ის მოძოვს, ხო, იმ ადგილს აღარ გადათელავს. ის აპატიებს. ანუ შეგნება აქვს ფაქტობრივად ძროხას, ასეთი ბუნებრივად. ღმერთისგან ნაბუძი ინსტინქტი, მადლიანობის ინსტინქტი. ნუ ქალბატონი მადინას საყვარელი ფერი გახლავთ, ასევე ჩემსავით ლურჯი. კი, ასე დაიმთხვა. ლურჯი ეს როგორც უსასრულობასთან ასოცირებული ფერი არის ღვთისასუფევლის სიმბოლო, ცისთან ასოცირებული ეს ცა როგორც ფიზიკურ სამყაროში, მაგრამ იდეების სამყაროში ღმერთთან ღვთისასუფეველთან ასოცირებული, ნუ მესამე წყალისფერთან ასოცირებული, როგორც მასუხლებელ გარემოსთან და მეოთხე ეს ჰემოგლობინი. როგორც პირველ. თქვენ ექიმებს კონკურენციას გაუწევთ ახლა. სამი რამ რაც კარგად გამოსდის ქალბატონ მადინას, სამი არა, ამ შემთხვევაში 5. ცხობა, მასაჟი, დალაგება, ჭკუის დარიგება, როგორც თქვა, უყვარს უფრო ვიდრე გამოსდის, უფრო ითქვის რომ უყვარს და წერა. სამი ადამიანი, რომელმაც გავლენა მოახდინა ჩემზე, ქალბატონ მადინაზე, ეს არის შვილი, მშობლები, ანუ ერთ სხეულში ორი სული, მშობლები ერთად და მეგობარი. სამი წიგნი, ამ შემთხვევაში 5, ქალბატონი მადინაზის, რომელმაც გავლენა მოახდინა ჩემზე. რატომ? მარადისობის კანონი, ნატრიუსხე, სახარება, ბჰაგავად-გიტა და კიბალიონი. თურმე რატო წერდით ამდენი ხანი და საუბრობდით? საინტერესოა ძალიან. სამი ფილმი, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა ქალბატონ მადინაზე, ესაა ნატრიუსის ხე, მე პირველი და ზეითუნის ხე. და ბოლოსკენ მაინც ვერ მოვასწარი, ერთი მოვასწარი, სამი რამ რაც მინდა კარგად გამოსდიოდეს ქალბატონ მადინას მანკლიპა. ეგენი უნარებია, რომელიც შეგიძლიათ რომ განავითაროთ. და ეგნე ბოლო კითხვას თქვენ უთხრათ საათ ხედავთ ბოლოს 5 წლის. 5 წლის შემდეგ? 5 წლის შემდეგ ჩემი წიგნები იქნება გამოცემული. და თქვენთან ერთად აღნიშნავ. სიამოვნებით. კი ბატონო. სახალისტო გააქვთ რომ გაგვიზიაროთ? ერთი პერიოდი თურქეთში ვმუშაობდი და წავედი ისე რომ საერთოდ არაფერი არ ვიცოდი თურქული, საერთოდ არც ერთი სიტყვა და დამსაქმებელს ვეუბნები ახლა ტელეფონის დარეკვა რომ ვითხოვო, როგორ შეიძლება ვკითხო. დამარიგა მან მასწავლა, არაბილირ მიმ შეიძლება დავრეკო ესე. მაგრამ მე არ მიკითხავს პასუხი, როგორი შეიძლება ყოფილიყო, ან ხო, ან არა, რას ნიშნავს. წავედი საღამოთი ვეკითხები ახლა მოჯახის უფროს, არაბილირ მიმ? ქალი მეუბნება, არა. ვაიმე საღამოთი ხარ, რა ვქნა წუხან ჩემი ოჯახის წევრები, ვერ ვრეკავ. მეორე დღეს ისევ საღამოთი ვეკითხები, არაბილირ მიმ? არა, მეუბნება ქალისი გაუცებული. მეორე დღესაც ვერა. მესამე დღეს რო ვეკითხები, არაბილირ მიმ? არა, მეუბნება ეს ქალი. ვრეკავ სახში. ჩუმად მოვიპარე ტელეფონი, იმათი ტელეფონი, ღამის 3 საათზე საბანი გადავიფარე და ვრეკავ. კი არ შეგეშინდეს, პატიოსან ოჯახში ვარ, მაგრამ არ მაძლევენ მეთქი ტელეფონზე დარეკვის უფლებას. თურმე თურქულად არა, ნიშნავს დარეკე. ზოგადად ენასთან დაკავშირებული კურიოზები საინტერესოა. ეს პირიქით მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. შემდეგი გაიპარა, ხო? ჩვენი მეწყვილეები ორივე წავიდნენ და თან ერთმანეთს ისედაც ვიცნობს და ახლა უფრო კომფორტული იქნება. ჩემი მეწყვილე იყო ლაშა, მაგრამ ახლა არის მანო. გაიპარა, არ მიყვარსო საკუთარ თავზე საუბარიო და ესე გაიპარა. მანო საყვარელი ცხოველი არის ძაღლი, იქიდან გამომდინარე რომ არის ძალიან ერთგული, ძალიან მეგობრული და ძალიან მოსიყვარულე.
მანო საყვარელი ფერი გახავთ მწვანე, იქიდან გამომდინარე რომ არის რაღაცა ხალისიანი, ბუნებრივი ფერი და ამშვიდებს. სამი რამ რაც კარგად გამოსდის მანოს არის ადამიანების დახმარება, წერის უნარი და აგრეთვე საჭმელის კეთება. სამი რამ რაც უნდა რომ გამოსდიოდეს მანოს არის სიმღერა, გიტარაზე დაკვრა და ხელსაქმე, კერძოდ ქსოვა. წიგნი რომელსაც გავლენა მოახდინა მანოზე ეს არის სამოსელი პირველი 1984 და დიდოსტატის მარჯვენა. ნუ მას თუ ჩავეკითხებით რატომ, მაგრამ საქართველოს ისტორია გაუცოცხლეს სხვა თვალით, როგორც მე მიწერია. სამი ფილმი, რომელმაც მასზე გავლენა მოახდინა, ეს არის მკვდარი პოეტების საზოგადოება, ფესვები და მონანიება. მანო საკუთარ თავს 5 წელში ხედავს უნივერსიტეტში. და მანოსთვის სამი ადამიანი, რომელმაც გავლენა მოახდინა გახავთ დედა, მასწავლებელი და რექტორი, იქიდან გამომდინარე რომ ცხოვრება და ცხოვრების სტილი სხვა თვალით დაანახეს და სასაცილო ისტორიას ალბათ თავად გაგვიზიარებს. არა, არ ვიდა. კარგი. კი ბატონო, მადლობა. ჩემი მეწყვილე იყო ნანიკო. მოკლედ მისი საყვარელი ცხოველი არის კატა, რადგან ის არის გონიერი, ჭკვიანი, ფრთხილი, აქვს ბევრი სიცოცხლე, როგორც ამბობენ. ტყრა სიცოცხლე აქვსო, თბილი და ზარმაცი. ნანიკოს საყვარელი ფერი არის წითელი, რადგან იგი ანათებს და ხალისიანია მისთვის. შემდეგი კითხვასაც გააჩნია სამი რამ რაც მიმაჩნია რომ კარგად გამოსდეს ნანიკოს ეს არის წერა, ენების სწავლა და ასევე საზოგადოებასთან საუბარი. სამი რამ რაც ნანიკოს უნდა რომ გამოსდიოდეს ეს არის სიმღერა, იგნორირება რაღაცეების ცხოვრებაში და უნდა რომ იყოს იგი მეტად სწრაფი, ანუ რაღაცეებს მეტად სწრაფად აკეთებდეს და ემზადებოდეს. სამი ფილმი რომელიც ნანიკოს რაღაცების შეცვალა ეს არის ყველაფერი და ჩემი შესახებ. ასევე მონანიება და შინდლერის სია, რადგან იგი ამბობს რომ ამ სამმა ფილმმა მას სიცოცხლის ხონარი თვალით დაანახა და სტილი სიცოცხლის და ცხოვრების ასევე. ასევე წიგნი რომელიც სარწმუნოებად შეხება ეს არის ვასოფელო, მარტოობის 100 წელიწადი და მგზავრის წერილები, რადგან იგი საქართველოს ეხება მათ ისტორიას და სხვანაირი თვალითაც დაანახა ასევე იგი და უფრო გაუცოცხლა მომენტები მას ახლანდელ დროში, რაც ჩვენს არსებობნებს პარალელები გაავლო რა. კიდევ სამი ადამიანი მის ცხოვრებაში არის ბებო, ესპანურის ლექტორი და ასევე ექიბი. როგორ მიხარია მასწავლებლები და ლექტორები რო ხდებიან ხოლმე ამ სიაში? დიდი პასუხისგებლობა აქვთ მათ. აქვს მგონი. ძირითადად რაც მახსენდება სახალისო ისტორიები ყოველთვის უკავშირდება წაქცევას. უნივერსიტეტის კიბეებზე, ნაყინით ხელში მაგალითად დაგორებები, მეტი ისეთი მართლა არა. თავი არა სახალისოთ ვუყურებ ასე მოვლენად. მე კი მткиოდა, მაგრამ მეგობრები იცინოდნენ. მათთვის ალბათ სასაცილო. კი ბატონო, დიდი მადლობა გულწრფელად. სათხედავს ნანიკო 5 წლის უნივერსიტეტში ლექტორად. მაგრამ იმასაც ამბობს, რომ იგი ახლანდელი ცხოვრებით ცხოვრობს, თხოლ მომავალს ჯერჯერობით არ უყურებს და პელუად ცხოვრების დინებას უყურებს და უსმენს. დღევანდელი დღით აწმოთი ცხოვრობთ, ხო? კი ბატონო, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. შემდეგი ვინ იქნება? თქვენ იქნებით? აბა. მანსურის საყვარელი ცხოველი არის მგელი. რაღანის არის უშიშარი, მოუთვნიერებელი, ერთგული და გუნდურად მომუშავე. რაც შეეხება საყვარელ ფერს, ეს არის შავი, რაღან ეს არის ელეგანტური, მას ძალიან უხდება და მამაკაცური. მესამე იყო რაც გამოსდის არის კრივი, ცურვა და კომუნიკაცია. და რაც უნდა რომ გამოსდიოდეს, ეს არის ტრეიდინგი, ყურანის კითხვა და ფრენბურთი. კი. საყვარელი წიგნები არის ქისტების ადაწესები, აბრაგები და საღვთო წიგნები. საყვარელი ფილმები არის ზეციური სამეფო, შინდლერის სია და ბნელი რაინდი. ნუ ბნელი რაინდი მე მგონი ყველას იქნება, ხო? 5 წლის მერე რა იყო მომდენო კითხვა? 5 წლის მერე საკუთარ თავს ხედავს საკუთარი მიზნების კვალ და კვალ. ამ მიზნებს ოღონდ არ გვიზიარებს ჩვენ. არა, მადლობა. ესე იგი
ჩემი მეწყვილის ბილალ დუიშვილის საყვარელი ცხოველი არის რვაფეხა, რადგან ის არის მოქნილი და ინტელექტუალური. საყვარელი ფერი არის ყავისფერი, რაც მინდა გამომდიოდეს ყურანის კითხვა, ფეხბურთი, პოეზია, რაც გამოსდის სირბილი, ფრენბურთი, მათემატიკა. წიგნი დოსტოევსკის დანაშაული და სასჯელი, აზროვნება და მენტალობა და მესამე რაღაც ვერ ვკითხულობ. ფილმი პიანისტი, დეპორტაცია 1944 წლის, ეს არის ჩეჩენ-ინგუშეთის დეპორტაციაზე ფილმი. ეხება ჩვენ ისტორიას და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პიროვნებები, ვინც დიდი როლი ითამაშა ბილალის აზროვნებაზე, ეს არის ჯოხარ დუდაევი, ჰამზათ მასხადოვი და შემილ ბასაევი, სამივე არის ჩეჩენ-რუსეთის ომის მონაწილეები, სამივე გენერალი, ჯოხარ დუდაევი პირველი იჩქერიის პრეზიდენტი და როგორც ჩვენი სამშობლოს ერთგული მცველები, იქიდან გამომდინარე და ის 5 წლის მერე სათხედაო საკუთარ თავს არ ჩამოყალიბდა ჯერჯერობით. ჯერ არ იცის, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში რაც გეწერათ, ალბათ ყურანის კითხვა გეცოდინებათ. კი, აუცილებლად. კი, ძალიან რთულია. თლიანად ენა უნდა იცოდე, უბრალოდ წაკითხვა კი არ არის, აზრის გამოტანა წაკითხულიდან, რა თქმა უნდა. აბსოლუტურად გეთანხმებით. სახალისო ისტორიას არ ვაღიარებთო და არ გვაქვს რაიმე ისეთი? კარგით, მადლობა, საინტერესო იყო. თქვენ გაგვახალისეთ მაშინ. მეც არ მაქვს არაფერი ისეთი. ჩემი მეწყვილე იყო მარიამი. საყვარელი ცხოველი ძაღლი, რადგან არის ერთგული, კეთილი, თბილი. საყვარელი ფერი და რატომ არის ცისფერი, რადგან ასოცირდება ცასთან და არის ასევე მის თვალის ფერიც. სამი რამ, რაც ყველაზე კარგად გამოსდის, არის საჭმლის კეთება, სიმღერა და სწავლა. სამი ადამიანი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში, ეს არის დედა, ნინო ფრანგეშვილი, შორენა, რადგან დედა არის, რადგან არ იქნებოდა ის ადამიანი, ვინც დღეს არის. ჩამოყალიბეს ადამიანს როგორც მასწავლებლებმა, ისე დედამ. ასევე 5-3 წიგნი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მასზე, არის დედაენა, სისხლის კოდექსი და საბედისწერო გასროლა, ვინაიდან დედაენა არის ეს, სადაც ისწავლა წერა კითხვა და სისხლის კოდექსი და საბედისწერო გასროლა, რადგან არის ახლოს მის პროფესიასთან. ასევე 3 ფილმი, რომელმაც გავლენა მოახდინა, ეს არის უდიპლომო სასიძო, სამეფო კარის თამაშები და ბაშიაჩუკი. ასევე 3 რამ რისი კეთებაც ყველაზე კარგად გამოსდის, ეს არის ვარჯიში, რაც არ გამოსდის, რაც უნდა რომ გამოსდიოდეს. ეს არის ვარჯიში, კონდიტერია და ემოციების კონტროლი, მისი სურვილია და ასევე 5 წლის მერე თავს ხედავს ადვოკატად. საინტერესოა. ჩაგეკითხებით უბრალოდ აქ რატომზე არ მაქვს ხოლმე პასუხი. გავიგე რომელი წიგნები, რატომ მოახდინა ამ ფილმებმა და ამ წიგნებმა თქვენზე გავლენა. წიგნები დედაენა ვთქვი რომ, იმიტომ რომ წერა კითხვა ასწავლა. სისხლის კოდექსი და საბედისწერო გასროლა, ვინაიდან მის პროფესიასთან უფრო ახლოს არის, ვინაიდან სამართალზე სწავლობს და ასევე იყო ფილმები უდიპლომო სასიძო, სამეფო კარის თამაშები და ბაშიაჩუკი. ვიდან ისტორიული, უფრო ქართული ეს უდიპლომო სასიძო და მაგიტომაც ასევე კომედიურიც და უდიპლომო სასიძო, ალბათ იმიტომ რომ არის სურს უდიპლომო სასიძოს. გვარს არ ვიცი რაც. ეს იყო და სახალისო ისტორია არ თვითონ მე არ ვიცი თუ მოყვება. სახალისო ისტორია ესე არ მახსენდება, თუმცა მეც ჩემი არ იყოს ალბათ ეს კიბეზე დაგორებები და ასე შემდეგ. რაღაცა გახასიათებთ ხო ეს? კი ბატონო. ჩემი არ უნდა რომ გაგვიზიაროს რაღაცა ხო ლუკა? ჩემი მეწყვილე იყო ლუკა. პასუხი იმაზე თუ რა არის მისი საყვარელი ცხოველი, ისეთივე არაორდინალური პასუხი გამცა, როგორც ზოგჯერ თვითონ არის. და მითხრა რომ მისი საყვარელი ცხოველი არის ფარშევანგი.
ფარშავანგი ვიცოდი რომ ფრინველი იყო და ეხა ცხოველია. და იმიტომ თქვა რომ ფარშევანგივით ლამაზი ვარო. ფარშევანგი ძალიან მაგარი თვისება. შხამიან გველს ჭამს და მის შხამს გარდაქმნის თავის კუდში ლამაზ ფერებად. აჰა, ხედა. მისი საყვარელი ფერი არის შავი და პასუხი ქონდა იმიტომ რომ black is always elegance. სამი ადამიანი ვინც გავლენა მოახდინა მის პიროვნებაზე არის დედა, ბებია და მასწავლებელი. ამ სამ ადამიანას შეცვალა მისი ცხოვრება. სამი რამ რაც გამოზდის ყველაზე კარგად იყო რომ ნერვების მოშლა და ნერვების მოშლაო. სხვისი. ადამიანები მიყვარსო, უნდა ვიზრუნო და ნერვებსაც ვშლითო? ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, თორემ ის არის არაჩვეულებრივი მეგობარი. ყველაზე კარგად იცის გვერდში დგომა, ხინსა თუ ჭირში და ძალიან კარგად გამოზდის იმ მიზნების ასრულება, რასაც დაისახავს. სამი წიგნი, ეს არის დედაენა, შექსპირის სონეტები და დიდოსტატის მარჯვენა. იმიტომ რომ მისთვის ეს სამი წიგნი არის ძალიან ანუ დედაენა ალბათ იმიტომ რომ წერა-კითხვა ისწავლა და შექსპირის სონეტება და დიდოსტატის მარჯვენა ის იმიტომ რომ რომანტიული და სევდიანი არისო. ამავე დროს სამი ფილმი არის მოსამსახურე, ბიჭი ზოლიან პიჟამაში და ოთარან თქვრივი. სულში ჩამწვდომი ფილმებია და ადამიანად ყოფნას მაგზნობინებსო. და რაც უნდა რომ გამოსდიოდეს კარგად ეს არის სიმღერა ცეკვა და წონაში კლება. იმიტომ სიმღერა და ცეკვა იმიტომ რომ უფრო მეტ მხიარულებას შევქმნიდიო. და სად ხედავს 5 წლის შემდეგ მის თავს თეთრი ხალათით სარეკლამო გადაღებაზე. თეთრი ხალათი და სარეკლამო გადაღება, იმიტომ თქვი რომ პირდაპირ ექიმობა რომ თქვა ცოტა ბანალური იქნებოდა. შესაბამისად ეს ექიმები რო ხდებიან, ვალდებულები არიან რომ სარეკლამო ბილბორდი შეიქმნას თითოეული ექიმისათვის და ყველა კაბინეტს უნდა ქონდეს ექიმის სურათი, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის ლოგოტიპად. შესაბამისად ალბათ უფრო შორს წავედი და ესე ვიფიქრე. რაც შემიძლია დავამატო იმას, რომ ფარშავანგი შეგნებულად ვთქვი, იმიტომ რომ ცოტა მიყვარს ტრენინგის დროს თავად მე ტრენერი ვარ საქართველოს წითელ ჯვარში და ეს ინტრიგა მიყვარს, ოდესაც ტრენინგიდან მოდის და უფრო სასიამოვნო და სახალისო ხდება. მე ჩემის თავიდან ბოლომდე წავიყვანე მხიარულობისკენ, მაგრამ აი წიგნებზე და უშუალოდ ფილმებზე რაც მინდა რომ თქვა, ეს არის ის წიგნები და ის ფილმები, რომლებმაც დამანახეს რომ რაოდენ პატარები ვართ ადამიანები. მაგრამ ამავე დროს რაოდენ დიდები. განსაკუთრებით ეს კარგად ჩანს ჩემთვის, სამივეში კარგად ჩანს, მაგრამ აი მაინც ყველაზე მტკივნეული ფაქტი რაც არის, ეს არის ბიჭი ზოლიან პიჟამაში, როდესაც თვითონ გერმანელი გამოცდის რა არის ჰოლოკოსტი და რა არის ის რაღაცა საიდუმლო გვირაბი, საიდანაც უბრალოდ არაფერი არ ხდება. ფილმების აყურებლად რომ მიყავ თვითონ ბავშვები. მოკლედ სახალისო ისტორიას რაც შეეხება მე მგონი ალბათ ჩემს ხასიათს ყველა კარგად დააკვირდით და ვცდილობ მაქსიმალურად გარემო სადაც მე ვარ იყოს ხალისიანი. მიუხედავად იმისა, რომ ვქმნი ხალისიან განწყობას და გარემოს, იმის მიღმა აქედან გასულზე ჩვეულებრივი სენტიმენტებით სავსე, ფიქრებით დაღლილი და ზოგჯერ სევდამორეული პიროვნება ვარ, მაგრამ ეს ესე უნდა იქნეს რა, თუ არ გაიცინე, მაშინ ვერ იტირებ, თუ არ იტირებ ვერ გაიცინებ, ამიტომ უნდა დავაბალანსოთ ეს ორივე ჩემის აზრით. ხო, ეხლა რაც შეიძლება მიკროფონი გადმოვიბარე, ეს რას? სახალისო ისტორიას, რომელი ერთი მოყვე აღარ ვიცი მაგალითად. მოკლედ რაოდენ სახალისო არ ვიცი, მაგრამ ცოტა დრამატულია. მე 6 კლასში ვიყავით კლასელები, როდესაც გადავწყვიტოთ რომ უნდა მოგვეწია სიგარეტი. მაგრამ ეხლა ერთი უბედურება იმაში იყო, რომ 3 კაცი ერთ კოლოფს სიგარეტს ვერ მოწევდა. უნდა გადაწყვეტილიყო ვინ წაიღებდა სახლში და ვინ დამალავდა ამ სიგარეტს გმირულად. მე ვამბობდი რომ მე ვერ ვნახავ, იმიტომ რომ დედაჩემი ჩანთავს ყველა ვარიანტში ნახავს და ღთიური უნდა ნახოს რა მივიღე.
ამ სამი ადამიანიდან ვერც ერთმა ვერ წავიღეთ და ვერ გავბედეთ სიგარეტის დამალვა ვერ ჩანთაში, ვერც ჯიბეში, ვერც ვერსად. ხო და ეს სამი თავკუთმოგლეჯილი თავქარიანი გიჟი წვიმაში, თავსხმა წვიმაში, კოჭები ესე იგი მთელი ტანი ცოლები, ვეწოდით გამწარებული ღერი ღერძო სიგარეტს და როცა დამთავრდა, მე ესუნი იყო გასაქრობი, შევედით მაღაზიაში, ვიყიდეთ რაღაცა კევები, მენთოლები, რაღაცა და იმდენი მენთოლი დაღეჭა ერთმა რომ ლამი შემოგვაკდა ხელში და ის დღე და ის იყო რომ სიგარეტი და ჩვენი ურთიერთობა დასულა საკამდე არ მოსულა. თუ შეიძლება ჩაითვალოს სასაცილოდ ეგაა. სიგარეტზე ბევრი ისტორია მაქვს, მაგრამ ეს ერთი იყოს. ან დავასრულეთ სიგარეტთან ურთიერთობა? არა, დავასრულეთ ბავშვობაში, ეხა არა. ვერ. ბატონო მავალო ექიმო, მაგალითს გვაძლევს? ექიმებიც პირველ რიგში ადამიანები ვართ, ისევე როგორც სხვა პროფესიას და მავნეჩვეები ყველაზე მეტად ექიმებს გვახასიათებს. ამას ყველა ექიმი ხო არ ნახავს, იმედი არ მიწყნოთ კოლოგებო. კი. მოკლედ. ჩემი გამოკითხვის ობიექტი და მიზანი იყო მარიამი. საყვარელ ცხოველი როგორც ყველასათვის ეს იყო ძაღლი. რასაკვირველია ცნობილია ძაღლის ერთგულება, მეგობრობა, სითბო, ყურადღება, ეს მიზეზი რის გამოც მარის ცხოველი ძაღლად უყვარს. თეთრი ფერი მომეცგეს. რას მაგითხებთ? ნიაკოსი. ნიაკოსი შემეშალა მარი მეთქე, სულ ჩამყვირის ხურში მაგის ბრალია. ხო, თეთრი ფერი რაც შეეხება მეკომფორტულებაო. ჩემგან განსხვავებით მე სულს ვრი. რაც კარგად გამოსდის ეს არის ძილი, მოსმენა, ენების სწავლა. სამი ადამიანი, ვინც მის ცხოვრებაში გავლენა მოახდინა, უპირველესად არის დედა. რადგანაც დედამ უწინამძღვრა მას ის გზები, რა გზებზეც უნდა გაევლო. მასწავლებელი და კიდევ მასწავლებელი, ან ორი მასწავლებელი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ნიაკოს ფორმირებაში და ჩამოყალიბებაში. წიგნებს რაც შეეხება ზებულონი, ბიჭი ზოლიან პიჟამაში და სუნთქვა ცალი ფილტვით. თავისუფლად ყველა წიგნის სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის მატარებელია, რაც მის ასე ვთქვათ არაორდინალურ ხასიათს უსმევს ხაზს. ფილმები, გაქცევა, შერეკილები და იმერული ესკიზები. შერეკილები ალბათ, იმიტომ რომ ერთ დღეს ჩვენი სამეგობრო იტყვის, რომ ხო თქვი გაფრინდებიანო და ჩვენც გავფრინდებით. გაქცევა ალბათ მეტადრე ახლოსა პოლიტიკური რა იყო და მისი პროფესიული თვალსაზრისით. ალბათ უნდა გაქცეულები დააბრუნოს უკან ციხეში, ეს შინაარსია და უღვიძებს ეს ფილმი ამ მომენტს. რაც უნდა კარგად გამოსდიოდეს, მე ხომ მინდა სიმღერა, ნიაკოს უნდა გიტარა, ანუ აკომპანიმენტი უნდა შევქვნათ, თამამად მეტი სითამამე საუბრისას და თხილამურებზე უკეთ სრიალი. მოკლედ 5 წელიწადში ნიაკო საკუთარ თავს ხედავს იურისტად. მე დავამატებდი წირო წარმატებული იურისტი, ხა თავის თავზე არ თქვა წარმატებული, მაგრამ მე ვხედავ რომ იქნება წარმატებული იურისტი. ხოლო სახალისო ისტორიასაც გაიხსენებს ნიაკო. შეიძლება ბავშვობის ხანის ისტორიები არ ვიცოდეთ, რომ ისე იმდენი გვაქვს ერთად გადატანილი, მე ზოგჯერ სასწრაფოს გამოძახებაზე გვეღადავებიან ბოდიში გამოთქვისთვის. იტყვი რამე ეს? არა, ნიაკო თავს არიდო. კი ბატონო, უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ეს იუმორისტული ჩართვების და ერთმანეთის ესე გაზიარება და მოტივირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა, გიორგი. ელენეს საყვარელი ცხოველი არის პანდა, რადგან საყვარელია და ფუმფულა. მისი საყვარელი ფერი არის ლურჯი, რადგან მისთვის ლურჯი სამყაროს ფერია და სამყაროსთან ასოცირდება ლურჯი ფერი. სამი რამ რაც კარგად გამოსდის არის წერა, სიმღერა და ენათმეცნიერების სწავლა. რა იყო რა თორიცინით? მასე დიდი გავლენა მოახდინეს მშობლებმა, მეგობრებმა და ლექტორებმა. სამი წიგნი, რაც უყვარს არის დორიან გრეის პორტრეტი, დიდოსტატის მარჯვენა და მარტინ იდენის ხო? საყვარელი ფილმი არის სოგიჭირი მარგებელია, ველოსიპედის გამტაცებლები და მკვდარი პორტრეტების საზოგადოება. მას უნდა კარგად გამოსდიოდეს ცეკვა, ცურვა და ფეხბურთი.
და 5 წლის შემდეგ ის წარმატებული ადამიანად ხედავს თავის თავს, ბევრი მიზანი აქვს და ჯერ არ იცის. კი ბატონო, დიდი მადლობა. სახალისო ისტორია გვაქვს, ელენე? როდესაც უნივერსიტეტს ვიწყებთ, ყველა ძალიან ნერვიულობთ და რაღაც გამოუცდელები ვართ ხოლმე. პირველ დღეს გავიხსენებ, როდესაც უნივერსიტეტი დავიწყეთ, ელექტრონული ანკეტა უნდა შემევსო უნივერსიტეტში და იწერებოდა პირადობის ნომერი, პირადი ნომერი არა, პირადობის ნომერი. ვკითხულობ ამ პირადობის ნომერს, დაბნეული ვარ და უცებ ძალიან ისევ ვკითხულობ, თქოს ძალიან სერიოზული კითხვა მქონდეს. მეთქი მოდით რაღაც უნდა კითხოთ. მოვიდნენ და ვკითხულობ ძალიან ესეთი სერიოზული სახით, რომ ეს ნულიანი არის თუ ო, მეთქი, ანუ ვეღარ გავარჩე ინგლისური ნული იყო თუ ო და ნუ ეს ისე მახსენდება ხოლმე, რომ ჩემი სასიამოვნო ისტორია არის ჩემთვის. ნუ ჩემი მეწყვილე იყო გიორგი, გიორგის ცხოველებიდან უყვარს ზაღლი, რადგან ყავს ზაღლი, თან ასევე ზაღლი არის მეგობრული და მოსიყვარულე. ფერებიდან უყვარს შავი, მაგრამ რატომ არ იცის? სამი რამ რაც კარგად გამოსდის, ეს არის ძილი, ფეხბურთის თამაში და რაღაცების დამახსოვრება. მასზე გავლენა მოახდინეს მშობლებმა და ამ და-ძმამ. წიგნებიდან გამორჩეულად უყვარს გამზრდელი, რადგან ღირსებაზე არის აქ საუბარი და ამიტომ მოსწონს. ვაჟა-ფშაველას ალუდა ქეთელაური, სტუმარ მასპინძელი, რადგან საკუთარი ერის კრიტიკა წარმოადგინა აქ ვაჟა-ფშაველამ, ამიტომ მოსწონს გიორგის. ფილმებიდან უყვარს მილიონი წელი ჩვენს ერამდე, რადგან კომედიური ფილმი არის და ასევე პრეისტორიულ ხანაზე არის. კარგად უნდა რომ გამოსდიოდეს სწავლა და წერა. საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ ჯერ არსად არ ხედავს, არ იცის და სახალისო ისტორია თუ აქვს თვითონ? ჩემ დაზე მაქვს სახალისო ისტორია, გუშინ მოხდა, კი. ყველაფერს ამოწმებს ხოლმე და გუშინაც ბევრჯერ შევამოწმეთ, ჯერმე შემამოწმებინა და შემდეგ ერთად სახლის კარებს გაზით ვარ გადაკეტილი, კარები დაკეტილი მაგას. და შემამოწმებინა. ყველაფერს შევამოწმე და შემდეგ ერთად შევამოწმეთ. და ღამე ხმა გავიგე და დამიძახა, ყველაფერი ხო დავკედათო და კი მეთქი და მაინც შეამოწმა მე. და ყველაფერს ამოწმე საერთოდ. თან ყოველ დღე. უფროსი. კი ბატონო, მადლობა. მე წარმოადგენ ჩემს მეწყვილეს ელენეს, რომლის საყვარელი ცხოველის კატა, რადგან არის 7, ანუ ამ 7-ებს უფრო სწორად, ლამაზია, მოხდენილად დადის, კარგი მეგობარია და ტკბილი ცხოველი. საყვარელი ფერი არის თეთრი, რადგან სიმშვიდეს იწვევს, ხო. მისი ის თვისებები რაც გამოსდის, უფრო სწორად საქმეები არის ადამიანების გაცნობა, ადამიანების დახმარება და სხვებისთვის რაიმე სწავლება. ისურვებდა რომ ყოფილიყო უფრო გამბედავი, ნაკლებად ემოციური და დროის მენეჯმენტის გათვლა ესწავლა უკეთ. ადამიანები, რომელთაც გავლენა მოახდინეს, არის დედა, მამა და ძმა. წიგნებიდან ეს არის ზღაპრების წიგნი, რადგან დედა უკითხავდა, პატარა პრინცი, ასწავლა რომ სხვებს უნდა მოუფრთხილდეს და ბოლო არის დანაშაული და სასჯელი, რომელმაც დაანახა, რომ ადამიანის უარყოფითი ქმედებების სახსნა ასწავლა. ფილმები არის მწვანე წიგნი, ყველა ადამიანი თანასწორია, ამიტომ უყვარს ვიფლეში, ადამიანის მიზანდასახულობას ანახებს და ინსპექტორის ვიზიტი, აქ სხვების ცუდად რომ არ უნდა მოვექცეთ, ამიტომ უყვარს. და დამოკიდებულება ჩანს ადამიანების ერთმანეთის მიმართ და ის რომ და 5 წელიწადში თავს ხედავს ევროპის რომელიმე ქვეყანაში როგორც მოგზაური. მოგზაურობა, წარმატებები საინტერესოა. არა სამეცნიერო დაწესებულებაში როგორც მოგზაური. აღმოჩენი. ჩემი მეწყვილე იყო ქრისტინე. ქრისტინეს საყვარელი ცხოველი არ ჰყავს, მაგრამ საყვარელი ფრინველი არის მისი პინგვინი, იმიტომ რომ ძალიან საყვარელია, საყვარლად დადის, საყვარლად გამოიყურება და იქცევა. ქრისტინე ფიქრობს, რომ კარგად გამოსდის წერა, მარტო ყოფნა და ადამიანებისთვის ხრის დაჭერა. ქრისტინეს უნდა რომ უფრო კარგად გამოსდიოდეს, უფრო კარგად სწავლობდეს ენებს და უფრო ნაკლებს რომ ფიქრობდეს უნდა. დიახ, ზოგადად. მას 3 ადამიანი რომლებმაც მასზე გავლენა მოახდინეს, არიან ილია ჭავჭავაძე, მისი პატრიოტული იდეების გამო, ფიოდორ დოსტოევსკი და თეოდორ გიგნაძე, რომელიც არის მამამისი და არა. მამაო არის, კარგი.
მამაო გამოდის ზოგადად ისეც მოძღვარი გარკვეულწილად თუ მით უმეტეს თქვენი პირადი მოძღვარი არის გარკვეულწილად ისეც გამოდის. არის და თან მამა დაამატა მე და აღვიქვი რომ მამაოა და თან მამამისი. სამი წიგნი, რომლებიც განსაკუთრებით უყვარს არის საიდუმლო კუნძული. პირველი წიგნი იყო მისთვის და კითხვაში აყვარა და ამიტომ დანაშაული და სასჯელი და ძმები კარამაზოვები, რადგან რეალისტური წიგნებია და კარგად ასახავს ადამიანის სულს. სამი ფილმი, რომლებიც განსაკუთრებით უყვარს არის მკვდარი პოეტების საზოგადოება, რადგან სხვების ოცნებას ხელი არ უნდა შეუშალო, ეს დაინახა ამ ფილმში. ბეჭდების მბრძანებელი, მისთვის საოცნებო სამყარო ასახული ამ ფილმში და კუნძული, რომელიც ადამიანის სულს ეხება და ამიტომ მოსწონს. ეს კუნძული ბოდიშით რუსული ფილმი რომელიც არის. იმედი აქვს რომ 5 წლის შემდეგ რაიმე კარგ საქმეში იქნება. ოღონდ არ ვიცით ჯერ რაღაცა, მაგრამ კარგ საქმეში. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესოა. რაიმე იუმორისტულ ამბავს ხო ვერ გაგვიზიარებდით? აკი შოქვენით. ნამდვილად ვერ მიფიქრებდი თუ მამაოს ჩემს ტრენინგზე ვახსენებდით. ალბათ ისიც ვერ იფიქრებდა. მეც ხშირად უსმენ ხოლმე, მაგრამ საინტერესო იყო. ბავშვობაში ესეთი შემთხვევა გქონდა, რომ დავიჭირეთ პატარა წიწილა და ლაქი წაუსვით და რაღაცეები და რა წაუსვით? ლაქი და რაღაცეები და ფუფალა დავარქვით და ჩემი მეგობარი უსინჯავს ეს ლაქი შეაშრა თუ არა ნისკარტზე და რო ჩავივი ნისკარტზე ეს ფუფალა გაგვექცა სამუდამოდ. ეს იყო განთავისუფლდა თქვენგან ხო ფუფალა? კარგი, დიდი მადლობა. რაც შეეხება გიორგის, მის საყვარელი ცხოველი არის ვეფხვი, ეგზოტიკური გარეგნობა აქვსო, ლამაზია, ძლიერი, მოქნილია, სწრაფია და ბოლოს რუსთაველმა პოემა მიუძღვნაო. როგორც მამაკაცთა უმრავლესობამ დაგვისახელა, მისი საყვარელი ფერიც შავია, იდუმალი და მისტიკური ფერიაო. მას გამოსდის ლაპარაკი, საკმაოდ კარგად, სიმღერა და საჭმლის კეთება. უნდა რომ გამოსდიოდეს დაკვრა, ცურვა და უცხოენების ათვისება შეეძლოს კარგად. მასზე ზეგავლენა მოახდინეს დედამ, მამამ და ნათლიამ. წიგნებში დაგვისახელა დათა თუთაშხია, ძმები კარამაზოვები და ჰიუგოს საბრალონი, რაც შეეხება ფილმებს, ჟღალი წვერი, სტალკერი და ვერიდიანა. ასე გვეუბნება, რომ 5 წლის შემდეგ მსხვილი ტურისტული კომპანიის მფლობელი ვიქნებიო და არაფორმალური საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელიო და მე მაშინვე Facebook-ში დავამატე. აქამდე არ ყავდათ დამატებული? რა მაგარია, მართლა, ესე იგი, ძალიან ბედნიერი ვარ თუ პატარა წვლილი მე მაინც შევიტანი ამ საქმეში. მადლობა კავკასიურ სახლს და ამ პროექტს მაშინ. აქვე მოვყვები მაშინ ჩემს ასე ვთქვათ სახალისო ისტორიას, თუმცა ჩემთვის სამარცხვინოა, აი ბატონი მიხო კარგად იცნობს ამ ლექტორს და მე სახეს და გვარს არ დავას. არა, არ გვინდა, ჯობია ანონიმურობა. სამარცხვინო იქნება ჩემთვის. ჩვენ ექსპედიციაში ვიყავით ერთ-ერთ სოფელში, თან ამ წეს თანახემძღვანელი ვიყავი, კარგად ვგრძნობ თავს და როდესაც ლექტორმა გადაგვანაწილა სტუდენტების სხვადასხვა ოჯახში, ჩვენ სამს შეგხვდა, თან მარტო გვიშვებს სამს, ერთ-ერთი თამადის ოჯახი. მართალია ჩვენ საქმეზე ვართ მისულები, მაგრამ გაიშალას უფრო ახლა თამადის ოჯახში ვარ და სხვადასხვა როგორ იქნებოდა და ცოტა უკან მოგჩა ჩვენი საქმე. და ამ დროს ლექტორი მირეკავს, აბა ეკა ჩვენ უკვე მორჩით ყველაფერს და თქვენც ხომ მორჩით და წავიდეთ უკვე. ჩვენ ამ დროს ჩვენ და უკვე სხვა ამბებია და ვცდილობ დავიყოლიო რომ იცით რა იქნება გამოხვიდეთ თან ოჯახს უნდა რომ მოიწვიონ ასე შემდეგ და ეს ბატონი იმედა თამადა ვინც არის მეუბნება რომ მე მომეცით ტელეფონიო და ვფიქრობ რომ რაიმეს ისეც ეტყვის რის შემდეგაც ეს კაცი მე აღარ გამიჯავრდება და ეუბნება ეს სამი გოგო 2 საათით დაგვიტოვეთო და ამ დროს წავსულიყავი მართლა აღარ ვიცოდი გამწარებული ლექტორი მაშინვე მოგვადგა ჩქარაშქარა სახლში ერთი მარტო მეორე დღისით დამსაჯა და კულინარიაში სამზარეულოში დამტოვა და შემდეგი დღე გამოვტოვე ვაიმე, არ გამოვხილოთ, იმედი ამ ჩანაწერს ვერ ნახავთ.
დიახ და ასე შევრცხვი ეს ჩემთვის მოსამართლე. წარმომიდგენია რა დატრიალდა მის გონებაში, რა დამემართა. დიდი მადლობა, საინტერესო იყო. გიორგი, თქვენ ხო არ გაქვთ სახალისო ისტორია? მისი პირადი მოგვიღო. გონი ეკას შესახებ უნდა მოგიყვეთ, ხო? შეგვიძლია ეგეც. ესე იგი, საყვარელი ცხოველი არის კამეჩი. და განმარტება აქვს ესეთი კამეჩს, რომ არტურ ლაისტს უთქვამს ილია ჭავჭავაძემ მომიყვაო, რომ თუ მეზარება საქმის დაწყება, ძალიან თულად ვიწყებო, მაგრამ თუ დავიწყე კამეჩებით მივაწვევი ბოლომდე და აუცილებლად მივიყვან ბოლომდე საქმესო. იასამლის ფერია საყვარელი ფერი. უყვარს, იმიტომ რომ დადობით განწყობაზე აყენებს და ესეთი პოზიტიური ფერია. კარგად გამოსდის ხატვა, სწავლება და ურთიერთობები, კომუნიკაცია. უნდა რომ კარგად გამოსდიოდეს დაკვრა, ცურვა და კარგად რომ ასწავლიდეს კიდევ უფრო მეტად. სამი პიროვნება, ვინც მის ცხოვრებაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა, ეს არის ილია ჭავჭავაძე, ბებია და ერთ-ერთი ლექტორი. ესე იგი წიგნები. ეს არის რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, ბიბლია და ოთარ ჭილაძის გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. ფილმები, მკვდარი პოეტების საზოგადოება, ერთი რამის სიყვარული და დათათუთაშხია. 5 წლის შემდეგ უნდა რომ ილიას მწოდნეობის კურსებს კითხულობდეს და კონდეს თავისი არაჩვეულებრივი სკოლა. საინტერესოა, წარმატებები. კი ბატონო. გაგვიზიარებთ ისტორიას? კურიოზია და თელეს რო ფიქრობ და რაღაც ესეთი მანდა მაინც არ მახსენდება, მაგრამ ერთი შემილია რომ ეს უცხოენები ესე იგი გრამატიკასთან მაქვს ხოლმე პრობლემა საერთოდ. ხო და ამიტომ თულად ვითვისებ. 2014 წელს პირველად მოხვდი იტალიაში, ქალაქ ტურინში. და იყო ესე რომ ჩვენი სასტუმროდან უნდა მივსულიყავით კონკრეტულ ტაძრამდე ფეხით. იმ ტაძარში იყო ქრისტეს სუდარა. 25 წელიწადში ერთხელ გამოქონდათ ხოლმე მაშინ, ეხლა მე მოუხშირეს ეს. ხო და ამ ძილს გავდივდით ხოლმე ფეხით. ერთი წრე მქონდა გაკეთებული ესე და საჯვარედინზე ხვდებოდი და იქიდან ერთხელ მარტოს დაუბრუნდი ეს სასტუმროში და გამოვიპარე მოკლედ. დელეგაცია სუდარაზე ლექცია, სუდარის შესახებ კიდე მონახულება, კიდე რაღაც შეხვედრა და სუდარის მუზეუმი და მე აღარ მინდოდა ეს მუზეუმი უკვე და რიგში ჩავდექი ბოლო, ყველანი რომ შევიდნენ, მე მოტრიალდი და წამოვედი იქიდან და წვიმიანი დღე იყო და აი იმ გზაჯვარედინზე როგორც ჩანს მხარი მეკცა. ანუ იქით სასტუმროს მიმართულებით წასვლის ნაცვლად როგორცაც წავედი სხვაგან. ნუ ესეთი ქალაქია, აი ვიწრო, მოკეწყლული ქუჩებით, მე უცე ფართოვდება მოედანზე გადიხარ, ფანტანია, რაღაც ეს ლამაზი ბაროკო როკოკო სტილის სახლები. მივდივარ, ნუ კიდე გავუხვიე, გავაგზელე გზა. უკვე რაღაცა დავეჭდი რომ რაღაცა ვერ მიდივარ სწორად. ნუ კაი იქნებ გავაკვლიო გზა, კიდე გავუხვიე და იარევენ მივხვდი რომ მოკე დავიკარგე. იტალიური არ ვიცი საერთოდ. ინგლისური, ნუ hello ვიცი, მარტო მეტი არ ვიცი ინგლისურად. და რა ვქნა საწავდე ხომ ხელა კაცი ხომ მიოდგები იმას პოლიცია, ბიძია პოლიციელო დავიკარგე და მე მიყვანეთ სასტუმროში. ვიღაც იტალიელი გავაჩერე ერთი და რაღაცნაირად ერთი მიხსოვდა რომ იტალიურად ლა სინდონა არის სუდარა. და ჩარჩ, ანუ ტაძარი, ეკლესია ხო და აი ვკითხე ჩარჩ ლა სინდონა და ნუ მიხვდა რა ეს იტალხელებით ფეხებით რომ შენ 1 კილომეტრიო გამოცდი ხა იქ ორმოს და რაღაცა მიმასწავლა აი ხა პირდაპირ და ამიხსნა რომ აი წყალი ფანტანია მიხსნა მოკეთ იმანას ესე ხელებით ფეხებით კომუნიკაცია იყო ჩემი და იმის ძალიან საინტერესო ქართველის და იტალიელის და ესე დაუბრუნდი უკან, მაგრამ ეს გზნობა იყო ძალიან ცუდი რა, რომ უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში დაიკარგე რა. რაღაცნაირად ეს იყო. ხო, გამიმართლა რომ ისიც ესეთი ჟესტიკულაციის კაი მწოდნე შემხვდა და მაინც დამეხმარა. ტემპერამენტით ქართველები და იტალიელები გვანახულმე ერთმანეთს. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ის ინფორმაციები, რაც ერთმანეთს გაუზიარეთ და აქ თქვეს, რომ Facebook-ზე დავამატეთო ერთმანეთიო და ეს იმას ნიშნავს, რომ ტრენინგმა უკვე თავის მიზანს მიაღწია გარკვეულწილად. ზოგი იცნობდა, ალბათ რაღაცები უფრო მეტიც გაიგეთ ერთმანეთის შესახებ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ესე ჩართულები იყავით. ყოველთვის ვამბობ, რომ ტრენინგი იქნება, სამუშაო შეხვედრა იქნება, ლექცია იქნება, რომ არა ინტერაქცია და ჯგუფის ჩართულობა ვერაფერს ვერ გააკეთებს ფასილიტატორი. და მადლობა მინდა გადაგიხადოთ
და იმედია რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. უღრმესი მადლობა. გაიხარეთ. მადლობა ძალიან.